მოგესალმებით, დაგიბრუნდით ძალიან საინტერესო გაშლით 2024 წლის მიწურულს. მინდა რომ გაპონინოთ შემდეგ კითხვაზე პასუხი. რა უნდა დატოვოთ 2024 წელს? რას უნდა დაიმშვიდობოთ? რა უნდა ჩააბაროთ ამ წელს? რა უნდა მოიტოვოთ უკან? რომ ახალი შემართებით, ახალი ძალებით, განთავისუფლებული ადგილით შეხვდეთ მომავალ წელს. Აქ მინდა გითხრათ, რომ რაღაცის გაშვება, ადგილის განთავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, თუ თქვენ გსურთ რაღაცა ახალი შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში, როგორც ამბობენ ხოლმე, სავსე ოთახში, სავსე სივრცეში ახალი ვეღარაფერი ვეღარ შევა, იმიტომ რომ იქ ყველა ადგილი დაკავებულია. ამიტომ კარგი იქნება თუ თქვენ მოიშორებთ რაღაცა ისეც, რაც უკვე აღარ ემსახურება თქვენთვის სიკეთეს, თქვენთვის აღარ არის საინტერესო და აღარან არის სარგებელი თქვენთვის აღარ მოაქვს. ასე რომ დაფიქრდით, არჩიეთ შემოთავაზებული ორი ვარიანტიდან, რომელი არის თქვენთვის სასურველი, პირველი თუ მეორე ვარიანტი. დღეს გვექნება სულ ორ ვარიანტიანი გაშლა და დავიწყოთ. პირველი ვარიანტი. რა უნდა დატოვოთ 2024 წელს? როგორც ჩანს, პირველი ვარიანტისთვის 2024 წელი იყო ძალიან ბევრი მოვლენით დატვირთული. სავარაუდოდ თქვენ არ უნდა გქონოდათ მარტივი წელი და თქვენთვის ეს წელი უნდა ყოფილიყო დაკავშირებული გარკვეული სახის რყევებთან, ცვლილებებთან, ისეთ ცვლილებებთან, რასაც თითქოს არ ელოდებოდით, რაღაცა თავს უცბად დაგატყდათ. შეიძლება გულიც გადკინათ თქვენ ვიღაც ადამიანმან, რაღაც გარემოებამ და ეს ისტორიები, ეს სიტუაცია უნდა დატოვოთ წარსულში. წარსულში უნდა დატოვოთ გულის ტკენა. ეს როგორც წესი ნიშნავს ხოლმე ემოციურ გულის ტკენას და ემოციურ ფონს, მაგრამ შესაძლებელია ნიშნავდეს ფიზიკურად პრობლემებს და ავადებებს გულთან დაკავშირებულს. ეს უნდა დატოვოთ წარსულში, უნდა მოიტოვოთ, უნდა ჩააბაროთ 2024 წელს გულის ტკენები, რომელიც შესაძლოა, როგორც გითხარით, იყოს ემოციურ ფონთან დაკავშირებული და შესაძლებელია იყოს დაკავშირებული მამაკაცთან. ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც პირად ცხოვრებას, ასევე სასიყვარულო ურთიერთობას, ასევე რაღაც მნიშვნელოვან ადამიანს, მამაკაცს თქვენ ცხოვრებაში, რომელიც იყო თქვენთვის მყარი ფინანსების გარანტი, თქვენთვის იყო შემოსავლის წყარო, თქვენი საყრდენი ძალა იყო. შესაძლებელია აი ეს ადამიანი უნდა დატოვოთ, ასეთი ადამიანი უნდა დატოვოთ წარსულში, ან ასეთი ადამიანისგან თქვენ გეტკინათ გული და ეს ისტორია, ეს გულის ტკენის ამბავი ამ ადამიანისგან უნდა დატოვოთ წარსულში, ამ ემოციას უნდა დაემშვიდობოთ ამ ადამიანს, რომელიც თქვენთვის იყო საყრდენი, ფინანსურად ძლიერი ადამიანი და ასევე თქვენ უნდა დაემშვიდობოთ ისეთ სიტუაციებს, რომლებსაც არ აქვს მყარი საფუძველი. იმ რაღაცა ქარიშხალს, იმ ცვლილებებს, იმ მიწისძვრებს, რომელიც თქვენ ცხოვრებაში იყო 2024 წელს. ეს კარები უნდა მოიხუროთ და აღივსოთ ახალი ენერგიებით და იმ იმედით, რომ მომავალ წელს ესეთი მოვლენები თქვენ ცხოვრებაში აღარ განმეორდება. და რასაც თქვენ გააკეთებთ, რასაც ჩვენ ჩავთქვათ, ყველაფერს ექნება მყარი საფუძველი. ანუ ისეთი მოვლენები დაიგრა თქვენ ცხოვრებაში სავარაუდოდ გასულ წელს, რომელიც არ იყო მყარი, რომელიც არ იყო საფუძვლიანი, რომლის გადაწყვეტილებაზე, რომლის შექმნაზე თქვენ არც ისე დიდი ძალისხმევა არ ჩადეთ და შესაბამისად ასეთი პროექტები, ასეთი ისტორიები დაინგრა, ჩამოიშალა, შეიძლება ვიღაცამ გიღალატად, რაღაც სამსახ ბიზნესი დაიწყეთ და არ გამოვიდა. აქ ხალატის რაც შეეხება ფიზიკურ ხალატზე არ არის მხოლოდ საუბარი, შეიძლება თქვენ ადამიანის იმედი გქონდათ, დაიწყეთ პარტნიორობა, მოაწერეთ კონტრაქტს ხელი და ეს ყველაფერი ჩამოიფუშა, ჩამოიშალა, გეგმები აგერიათ, მოულოდნელად. ან ფიზიკური მნიშვნელობით რაღაცის შენებლობა დაიწყეთ და ეს ყველაფერი განადგურდა, შეჩერდა, ჩამოინგრა.
აი ესეთი რაღაცები დამთავრდება თქვენ ცხოვრებაში და ფიზიკურადაც დამთავრდება და მენტალურადაც უნდა დატოვოთ წარსულში და უნდა ჩააბაროთ წინა წელს. ასე რომ ყველაფერი ცუდი რაც იყო თქვენ ცხოვრებაში გულის ტკენასთან ან ქარიშხალთან აი გაურკვეველ მოვლენებთან, მოვლენილ მოვლენებთან დაკავშირებული დარჩება წინა წელში. აი ესეთი საინტერესო იყო პირველი ვარიანტი. დიდი მადლობა. ნახოთ მეორე ვარიანტში რა მოხდება. ვინც არჩია მეორე ვარიანტი. ვინც არჩია მეორე ვარიანტი. მეგობრებო, ძალიან დრამატული კარტები ამოვიდა. მინდა გითხრათ, რომ მეორე ვარიანტის შემთხვევაში სავარაუდოდ არც თქვენ არ გქონდათ მარტივი წელი. ეს არ იქნებოდა მარტივი წელი თქვენი ემოციებისათვის და ფიზიკურადაც არ იქნებოდა თქვენთვის მარტივი წელი. როგორც პირველ ვარიანტში, აქაც დიდი ალბათობით თქვენ ცხოვრებაში რაღაც დამთავრდა, რაღაც პროექტი შეჩერდა, დასრულდა. ეს შესაძლებელია იყოს განქორწილება, შესაძლებელია ყოფილიყო ჯანმრთელობის პრობლემები, შესაძლებელია რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის, რამაც თავიდან აღგაფრთოვანად და რამაც თავიდან თქვენ მოგცათ ძალიან დიდი იმედები, ახალი ემოციური საწყისი, ახალი ემოციური სისავსე, დადებითი ემოციები მოგცათ და მერე დასრულდა, დამთავრდა არც ისე სასიამოვნოდ, უცბად შეწყდა, დამთავრდა და ამის შედეგად თქვენ ნამდვილად გეტკინებოდათ გული, ან არის ფიზიკური ტრამვები, ოპერაცია, დაავადება, მკურნალობდით, შესაძლებელია რაღაცაზე, ნევსები დაგჭირდა, მკურნალობა დაგჭირდათ, ეს ფიზიკური ჭრილობები რაღაც ესეთი შეიძლება იყოს. და ეს ყველაფერი დასრულდება თქვენ ცხოვრებაში 20-24 წელს, საბოლოოდ ჩაამთავრებთ აი ესეთ მოვლენებს, რაც დაკავშირებულია დიდ ფიზიკურ ან ემოციურ სტრესთან და გულის ტკენასთან. ასევე აქაც ამოვიდა გულის ტკენა. როგორც პირველ ვარიანტში თქვენს დაემშვიდობებით უარყოფით ენერგიებს, დაემშვიდობებით იმ ისტორიას, იმ ამბავს, იმ ადამიანებს, რომლებმაც თქვენ გული გატკინათ. ანუ 24 წელიწადში, 20-24 წელს თქვენ გული გეტკინათ, ფიზიკურადაც სავარაუდოდ რთული წელი იყო თქვენთვის და ეს ყველაფერი დასრულდა. თქვენ უკვე იცით, რომ დასრულდა. და ახლა კი დროა, რომ ემოციურადაც გაუშვათ, დაასრულოთ, განიწმინდოთ და აი ეს ამბავი, აი ეს ისტორია დატოვოთ 20-24 წელს და აი ეს შეგრძნებები, რომ თქვენ გული გაქვთ ნადგენი, რომ თქვენ რაღაცა სერიოზული ფიზიკური ტრავმა გადაიტანეთ, ან ემოციურად, ან სულიერად რაღაცა დიდი გადაიტანეთ, აღარ უნდა წაიყოლოთ 25 წელს. შეიძლება როგორც ამბავი ვერ წაშალოთ ხო თქვენ წარსულიდან, თქვენი ისტორიიდან, მაგრამ ემოციურად ეს უნდა დარჩეს აქ. ამ წელიწადში უნდა დასრულდეს და აღარ უნდა მოუბრუნდეთ, აღარ უნდა გაიხსენოთ და ვფიქრობ, რომ ასეც მოიქცევით. თქვენ ტაროს რჩევაც სწორედ ეს არის, რომ ის ამბები, რაც დასრულდა, აღარ უნდა გადაიტანოთ იქითა წელს და ეს ამბავი შეიძლება ეხებოდეს როგორც თქვი ფიზიკურ ჯანმრთელობას, პრობლემებს, ან გულის ტკენას. შესაძლებელია ასევე რაღაცა ამბავი, რაღაც საქმე, რომელიც აღმაფრენით დაიწყეთ, უბრალოდ დასრულდა. და დასრულდა ცუდად, ისი არ დასრულდა, როგორი მოლოდინიც თავიდან გქონდათ. დასრულდა და დასრულდეს, დატოვეთ წარსულში, გაიწმინდეთ, განთავისუფლდით ამ ემოციისგან და ახალი შემართებით შევდექით მომავალი წლის დაგეგმვას. ყველას გისურვებთ წარმატებებს და გისურვებთ, რომ მართლა ეს გულის ტკენები და ყველაფერი უარყოფითი დაგეტოვებინათ წინა წელში. მადლობთ.